სააგენტოდან ვიწყებთ მოძრაობას. მალე მოუხვიე მარჯვნივ, ნახევარი ავტომობილით გამოვდივართ, მიხედებით მარცხნივ. გაჩერდა ავტომობილი და ამიტომ გავდივართ. თუ ჭიათურიდან არავინ მოდიოდეს, საჩხერიდან მეორე სულბასთან არავინ დაკეცოს და არ შემოვიდეს და კრებთ სიჩქარეს. გაყვებით ხერხულას, მარჯვნივ არ მიწიოთ, ხრმა ორმოებია. პირდაპირ 70 ზონა იწყება, 70-ის ნიშანს შედიხართ 50-55-ით და ავწევთ სიჩქარეს 65-67-ით და ვაგრძელებთ ასე მოძრაობას. არი მოძრაობთ ნელა 55-ს გამოთ არიაროთ, შეფერხებას დაგიწერენ. გაიხედავთ მარჯვნივ. თენის სტოლბების გასვლით, მკვეთრი მოსახვევის პირველი ნიშანი გამოჩნდება ჩვენიდან. აუშვებთ გასფერს. კაცის მუხუჭის გარეშე შედიხართ 52-მდე დავარდება სიჩქარე, ბოლოდან მეორე ნიშნიდან გაზზე დაადგავთ ფეხს და აკრებთ სიჩქარეს ისევ 65-70-ს არ გადააჭარბოთ. თენის სტოლბების გასვლით, მკვეთრი მოსახვევის პირველი ნიშანი გამოჩნდება. ბოლოში იმ ნიშნის ძირს დაინახავთ, აუშვით გასფეხი. ხაზს იგრძევთ შუაში და უკან შედიხართ გვეზოლს არტოვებთ. მოუმატებთ გაზს, ავწევთ 60-მდე და შეუდგებით აღმართ ასე. ბოლოდან მეორე ნიშანთან მიხვალთ. მოუმატებთ გაზს. სამოცამდე აწევთ, აუშვებთ გასფერს. გაიხედავთ მარცხნივ. საჩხერის ნიშნიდან მუხურცზე გადაიტანთ ფეხს. ეკლის ტოტების უკან არის სიჩქარის შეზღუდვა 60. გაიხედავთ მარცხნივ, 55-მდე დააგდეთ. აი გამოჩნდა 60-ის შეზღუდვა და აქედან 55-57-ით გააგრძელებთ მოძრაობას კალპის კალონკამდე. 60 არ ვაჭარბებთ. სააგენტოში ჩასვლა და ამოსვლა არის ერთი და იგივე ყველა ლოკაციისთვის. ყველა ლოკაცია იწყება ამ გზით და სრულდება ამ გზით. წარმატებას გისურვებთ ყველას. მოდმე გაზით მოძრაობთ. კალპის კალონკასთან აუშვებთ გასფერს. მარცხილებელი ნიშნიდან მუხურცზე გადაიტანთ ფეხს. ენის ზონაა, დაზიანებულია გზა, გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ 20-მდე დააგდეთ სიჩქარე, როდესაც არ არის დაკერილი ეს გზა და გაკეთებული. ჩართავ მარცხნივ მოხვას, 22 მოქმედება იყო, ჩართავ მარჯვნივ მოხვას, იხედებით მარჯვენა სარკეში, დგებით ზოლში, კრებთ სიჩქარეს. 50 ავაცვლებთ. არის 70 ზონა, არის 50 ზონა. არ გვიცხადებს არაფერს. 500 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ. იუსტიციამ გვიცხადებს. აქამდე მოვდივართ 45-48-ით ვაგრძელებთ მოძრაობას, რადგან დაიწყო 50-იანის ზონა. ამ ხაზს მივაყოლებთ მარჯვენა საბურავს. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ, იხედებით მარცხნივ, იხედებით მარჯვნივ, რადგან გზების შერწყმა უსაფრთხოებაში დარწმუნდით, ხერხულას გაყევით თავიდანვე, წინაღობა გვაქვს, აუშვებთ გასფერს. დავარეგულირებთ სიჩქარეს, ისე რომ ორი ავტომობილი იყოს დაშორება თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ შორის. თუ წინაღობა არ გექნებათ, იმ შემთხვევაში აქამდე მოდიხართ, აი ამ ზებრის ნიშნამდე მოდიხართ 50 კმ/სთ-მდე. აქედან უკვე ქალაქში მოძრაობთ სულ 40-მდე, 40 კმ/სთ-მდე. აუშვებთ გასფერს, ზებრასთან ვართ, შეზღუდულია ხილვადობა, გაიხედავ მარჯვნივ მარცხნივ, ქალბატონი არ გადმოდის და მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩართავ მარჯვნივ მოხვას, იხედებით სარკეში.
რასთან არიან ქვეითები, ჩერდებით, არ გადმოდიან და გავდივართ. წეულზე მოძრაობა გააგრძელეთ მარცხნივ. ვიხედებით მარცხენა სარკეში, თავიდანვე ვიცვლით ზოლს, რომ მერე ხელი არ შეგვიშალონ ზოლის შეცვლაში. შუა ხიდიდან უკვე უწყოთი ზოლი იცვლება, ქვეითი გადადის ზებრაზე, გადავიდა, შეეხო ნაპირს და წავგავართ. ვიხედებით მარცხნივ, სამკუთხედი გვაქვს, ის დათმობა გვაქვს, ჩერდებით, წეულზე შემოსულს ყველას უთმობთ გზას მარცხენა მხრიდან. გადმოჭრილი აქვს გზა და ვალდებული ვართ აუცილებლად დავამოდოთ და დავუთმოთ გზა. გავდივართ. გაიხედავ მარჯვნივ. მათ გზის დათმობა აქვთ, მაგრამ თუ გადმოკვეთონ ტრაექტორია და ტრაექტორები გადაიკვეთოს, სამკუთხედი და ტრაექტორები გადაიკვეთა, მარჯვენა დაბრკოლებას დაუთმეთ გზა. აქ არის ზებრა. აუშვით გას ფეხი, გაიხედეთ, მარჯვნივ მარცხნივ ზებრაზე არავინ არ გადმოდის, გავდივართ. აქედან იწყება 30-იანი ზონა. არ ვაჭარბებთ 30-ს. აუშვით გას ფეხს. ხელოვნური უსწორმასწორობაა. მოხუცის ავპარებთ ფეხს, დავაგდებ 18-მდე, გაუშვებ და დავაგდებართ 14-მდე და 13-მდე. ზოგად გადავიდეთ, არის ზებრა. ჩერდებით. ვუთმობთ გზას, არ გადმოდიან ქვეითები და გავდივართ, ავტომობილში ჩრდილოეთ. მოხუჭი. გადავდივართ. აქედან იწყება 30-ის ზონა და აქ სრულდება 30-ის ზონა. ნელ-ნელა ვკრებთ სიჩქარეს. დასახლებული პუნქტის დასაწყისის ნიშანია აუქობს ყველა შეზღუდვას. კრებთ, აქედან არის უკვე 60 კმ/სთ. თან საქართველოში დასახლებული პუნქტში დასაშვების სიჩქარეა 60 თუ სპეციალური შეზღუდვა არ არის. კრებთ სიჩქარეს. ჩვენ წინ ავტომობილები მოძრაობს, ამიტომ ორი ავტომობილის დაშორებით იარეთ. სწრაფო გზაზე 3 ავტომობილის დაშორებით. ფრთხილად იყავით, თუ ვინმე უკუსლით გამოდიოდეს გასაუშვით ფეხი, დარწმუნდით უსაფრთხოებას და შემდეგ მოუმატეთ გაზს. გაიხედავთ მარჯვნივ. აუშვებთ გაზს ფეხს. წინ მიმავალზე მოხუჭს დაინახავთ თუ არა, იმ წუთში გასაუშვით ფეხი. შემხვედრია ვერ გაუსწრებთ. გასფერს. რადგან მიმდებარედან სათვითო გადმოდიოდა. წინ ხედავთ ზებრის ნიშანს, აუშვით გასფეხი. მართალია უმოქმედო ზებრაა, მაგრამ ვალდებული ხართ უსაფრთხოებაზე ისმოთ. არავინ არ არის, მოუმატებთ გაზს. ყოველთვის ეცადეთ ღერძულასა და სავალი ნაწილის ნაპირის ხაზებს შორის იაროთ. თუ ვინმე გისრებდეთ გაზს აუშვით ფეხი და ვარდნაში გაუშვით სიჩქარე. აუშვებ გაზს ფეხს, ქვეითი გაჩერდა და ვაგრძელებთ მოძრაობას. აქ ზებრა არ არის. თუ სავალი ნაწილი ვინმეა შემოსული, ჩერდებით და ვუთმობთ გზას. ეს არის სწრაფმავალი გზა. ხედავთ პიროთ გზაუშვით გაზს ფეხი. მოხუცზე გადაიტანეთ ფეხი. უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. და მოუმატებთ გაზს. წეულზე
მოძრაობა გააგრძელეთ მარცხნივ და მარცხნივ. ჩართავ მარცხნივ მოხვალ სიხედებით სარკეში. აუშვებთ გასფერს. თუ წრიულზე ვინმეა შემოსული, ჩერდებით იკავებთ მარცხენა ზოლს. უსაფრთხოების კუნძულის ბოლოში. თუ მარჯვნიდან თბილისის მხრიდან ვინმე მოდის, ზებრას არის გამოცილებული ვინმე, აუცილებლად გაჩერდით აქ წრიულსა და უსაფრთხოების კუნძულს შორის. სავანიდან წამოსვლას ვალდებულება აქვთ გზის დათმობის მოვლენებით და აქაც დასაშვების სიჩქარეა 60 და ვაგრძელებთ მოძრაობას. თუ სავანიდან წამოსვლელმა არ შეანელა მოძრაობა და ტრაექტორიები გადაიკვეთა, როგორც მარჯვენას დაუთმეთ გზა. ავწევთ სიჩქარეს ისევ 60-მდე. 60 არ ვაჭარბებთ. პიროთ ხედავთ, აუშვებთ ისევ გასფერს. ვანელებთ მოძრაობა, შემხედრი არ არის, ჩართავ მარცხნივ მოხვას, ჩართავ მარჯვნივ მოხვას და ვდგებით ზოლში. თუ შემხედრი იქნება, არავითარ შემთხვევაში საპირისპირო ზოლზე არ გახვიდეთ. ხედებით, ზოლის შეცვლის დროს აუცილებლად უკუხედის სარკეში და გვერდით სარკეში. არავის კონდეს მანევრი დაწყებული. აუშვებთ გასფერს, დავაწყავებთ და ავყვებით ამ ავტომობილის სიჩქარეს. სისტემის დასაშვების სიჩქარით მოწოვთ და მიმოწოვებთ ჩვენ სტანდარტულად. გაჩერების ზებრის ნიშანს ხედავთ, აუშვებთ გასფერს. აი, ხედავთ მარჯვნივ, მარცხნივ შეზღუდულია ხელოვნება. არავინ არ არის და ვუმატებთ გას. მოხუჭი დავინახეთ, ჩვენც მოხუჭს გამოვიყენებთ. ორი ავტომობილი მაინც ავტომობილ დაშორება. ერთ ავტომობილზე მეტად არ შევამციროთ, ის რაცია. კაი, ხედავთ მარჯვნივ. სადაც ჩიხებიდან გამოსასვლელებია მიმდებარე ტერიტორიიდან შეზღუდულია ხილვადობა, მხარზე გაიხედეთ აუცილებლად. თუ სივრცეს ხედავთ, იმ შემთხვევაში და ხილვადობა კარგია, იმ შემთხვევაში არ გჭირდებათ. აქ ფორმოიანი გზებია, ამიტომ ცოტა მსუბუქად იარეთ. უხოს მარცხნივ შეგვიძლია მარჯვენა მხრიდან ავუაროთ გვერდი, ოღონდ ცალ ნაწილის ნაპირს არ შეეხოთ. დავინახეთ მართლებელი ნიშანი ქვეითა გადასასვლელის, აუშვებთ გასფერს. მუხტზე გადავიდანთ, ხედავთ 30-ის შეზღუდვას. დავაგდებთ 30-მდე სიჩქარეს. ბულგორის წინ დავაგდებთ აუცილებლად 18-მდე. გაუშვებთ და დავარდებათ 14-მდე, 13-მდე, გადავიდეთ ზოგ, გადავწევთ ისევ სიჩქარეს. აუშვებთ გასფერს, იმიტომ რომ ზებრაა წინ. გაიხედავთ მარცხნივ, მარჯვნივ, არავინ არ არის, გავდივართ, ისე რომ ზებრაზე არ მოგვიწიოს გაჩერება. გადავდივართ სუბუქად. მაწერია. აი აქ წარმოიდგინეთ ზებრის ნიშანია, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს ზებრის ნიშანი არ გვიდგას და ფრთხილად იყავით. გაიხედავთ მარცხნივ, მარჯვნივ, არავინ არ არის. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავთავთ მარჯვნივ მოხვალ აქედან. ფრთხილად გადაიარეთ ორმოებზე, მალე მოუხვიეთ მარჯვნივ, ადრე მომიწია გამოცხადება, ბოდიში გიხდით.
უხვევთ სანაპიროს ქუჩაზე. კონსტრუქციას გავუსწორებთ სარკეს, დავკეცავთ საჭეს. და მივდივართ. ორმოში არ ჩაართვათ, ეს ცალფრივი გზაა. მარჯვენა ზოლი დაიკავეთ, იმიტომ რომ გაბარიტი არ გეყოფათ. გადახვალთ ბუგორზე, დაკეცავთ ბოლომდე საჭეს და ვაბრუნებთ. მოუმატებთ. აქ ბუგორია, აუშვებთ გაზ ფეხს. მუხტზე გადავიტანთ, 18-მდე დავაგდებთ, გაუშვებთ ფეხს, დავარდება სიჩქარე. მოძრაობა გააგრძელებ პირდაპირ, ხედავთ სარკეებში. ჩართავ მარცხნივ მოხვევას. კიდის ხერხულას გავუსწორებ სარკეს, არ არის შემოსული ავტომობილი და მივდივართ. ზებრას არ იყო გადმოცარი. გამორთავ. გაიხედავ მარჯვნივ. ქვეთი გადავიდა. კრებთ სიჩქარეს, ზებრა არის წინ, გავიხედავ მარჯვნივ მარცხნივ. და ვკრებთ სიჩქარეს 50-მდე. აქ სიჩქარის შეზღუდვა არ გვიდგავს. წრეულზე მოძრაობა გააგრძელეთ მარცხნივ და მარცხნივ. ჩართავთ მარცხნივ მოხვევას, მიყვებით ღერძულას. 20-მდე დააგდებთ სიჩქარეს, გაიხედავთ მარჯვნივ, მათ გზის დათმობის ვალდებულებაა. გაიხედავთ მარჯვნივ, ზებრაზე თუ ვინმეა შემოსული, ჩერდებით და უთმობთ გზას თუ არა და ვგონებით. 300 მეტრში მოუყვეთ მარცხნივ, ხედავთ სარკეებში და მივდივართ. აქ არ გჭირდება ციმციმა. ჩართავთ მარცხნივ მოხვას, შემხვედრი არ არის. ჩართავ მარჯვნივ მოხვას, ვიხედები სარკეში, ვდგები ზოლში. აუშვებ გაზ ფეხს, ვისწრებს ოპერატიული და გვიცხადებს. მალე მოუხდეთ მარცხნივ. ჩართავ მარცხნივ მოხვას, იხედები სარკეში. აუშვებ გაზ ფეხს, ზებრაზე გაიხედავთ. მიმთითებელ ნიშნამდე მივდივართ ასე სორხასოხად. მიმთითებელი ნიშნიდან აქ აი ამ ხაზს გავაყოლოთ მარჯვენა საბურავი. თითქმის შუა მეტალზე მივდივართ, ვჩერდებით და ვუთმობთ შემხვედრს. ჭას იქცევთ შუაში, ადიხარ და უმატებთ სიჩქარეს. აუშვებთ გაზ ფეხს, ქვეითი ტროტუარზე ავიდა, გაიხედავთ მარცხნივ. აქაც ზებრა არის, ვჩერდებით, ქვეითი არ გადადის და გავდივართ. გასწრება გზონის ნიშნამდე მივდივართ აკრებილი სიჩქარით. აუშვებთ გაზ ფეხს, მარჯვნივ არ მიწიოთ, ღრმა ორმოა. სუბუქად გადავილით, მოუმატებთ გაზს. 40 არ ვაჭარბებთ. წრეულზე მოძრაობა გააგრძელეთ მარცხნივ. ჩართავ მარცხნივ მოხვას, იხედები სარკეში. არ არის შემოსული წრეულზე, ჩვენ ვართ უპირატესები. და თავისუფლებაზე მივდივართ. აქაც დასაშვების სიჩქარეა 40 კმ/სთ. გაიხედავთ მარცხნივ, გაიხედავთ მარჯვნივ, გაიხედავთ მარცხნივ. აუშვებ გაზ ფეხს, იმიტომ რომ ხედავთ ზებრას. გაიხედავთ მარჯვნივ, გაიხედავთ მარჯვნივ, მარცხნივ, არავინ არ არის და მომატებთ გაზს. აქაც ის პატარა ორმო და სულ ოდნავ მარჯვნივ მიწიეთ ან დააგდეთ სიჩქარე. წრეულზე მოძრაობა გააგრძელეთ მარცხნივ. ჩართავ მარცხნივ მოხვას და კოსტავაზე ჩავდივართ. გაიხედავთ მხარზე მარჯვნივ, მარცხნივ, არავინ არ არის შემოსული, გავდივართ. თუ აქ ვინმე გადმოგიტყვეთოთ მარჯვენა მხრიდან გზა, როგორც მარჯვენას დაუთმეთ შუა უსაფრთხოების კუნძულზე გაჩერდით. მიხედებით მხარზე მარჯვნივ და გავდივართ.
აქ არის შეზღუდული მოძრაობა, თუ აღმართზე ვინმე მოდიოდა, გაჩერდით და დაუთმეთ გზა. აქ ორი ავტომობილი ვერ გავლით, მარჯვნივ მოხვას ჩავთავთ, გამჩერდებით, ჩავთავთ მარცხნივ მოხვას და გამოდიხართ. ის არ იყო აღმართზე ამოსული, ამიტომ ვალდებულება არ გქონდა, მაგრამ ვიღაცას უნდა დაეთმო. გაიხედავთ, ის ტროტუარზე ვერ შევიდოდა. სამოძრაოდ პარკინგი არ გამოიყენოთ. აქ თავისუფლად უვლის ორი ავტომობილი გვერდს ერთი მეორეს. 40 აქაც დასაშვების სიჩქარე. მალე მოუხვიე მარჯვნივ, ჩართავ მარჯვნივ მოხვას, იხედები მარჯვენა სარკეში. მოხუცე გადაიტან ფეხს. ვანელებთ მოძრაობას. სავალი ნაწილის ნაპირთან მივდივართ, მხარზე ვიხედებით მარცხნივ, არავინ არ არის და გავდივართ. თუ ვინმე არის მაჭვარიანის ქუჩაზე მოძრაობა, უთხოვთ გზას. მოძრაობა გააგრძელეთ პირდაპირ, იხედებით სარკეებში. არაფერს არ ვთავთ. ვიხედებით მხარზე მარჯვნივ, მეტალზე ვანელებთ, ჩერდებით, ვიხედებით მხარზე მარცხნივ, გაიარა ამ ავტომობილმა, არავინ აღარ არის და გავდივართ. ზებრაზე გავიხედავთ მარჯვნივ, მარცხნივ, არავინ არ არის. 300 მეტრში მოვუხვიეთ მარჯვნივ, ვიხედებით სარკეებში და ვაგრძელებთ მოძრაობას. ზებრაზე არავინ არ არის, ვკრებთ სიჩქარეს 50-მდე. მალე მოუხვიე მარჯვნივ, ჩართავ მარჯვნივ მოხვას, იხედების მარჯვენა სარკეში, აუშვებ გაზ ფეხს. მოხუცე გადაიტანთ. ამ ჭას 20-მდე დააგდებ, ჭამოიქციეთ შუაში და მშვენივრად შედიხართ. გაიხედავთ მხარზე მარცხნივ და გადიხართ. იხედებით მხარზე მარცხნივ, იხედებით მარჯვნივ. ეს წინაღობა არ არის, აი ეს ამასთან გვჭირდება ცილცილმა. ჩართავთ მარცხნივ მოხვას, გასუმატებთ, აუშვებ გაზ ფეხს, მარჯვნივ მოხვას ჩართავთ, ჩავდგებით ზოლში, რომ მკვეთრი მოხუჭი არ მოგვიწია შემხვედრთან. აქ აქვს ის დათმობის ნიშანი, აუშვებთ გაზ ფეხს. წრეულზე იმოძრავეთ მარცხნივ და მარცხნივ, იხედებით სარკეში, არავინ არ არის შემოსული. მარჯვენა ზოლით შევდივართ წრეულზე, რომ ახლოს არ მიგვიწიოს კონსტრუქციასთან მისვლა. გაიხედავთ მარჯვნივ, დატიცავთ საჭეს, გადიხართ. იხედებით მარჯვნივ, თუ ვინმე მოდიოდეს, აქ გაჩერდით და დაუთმეთ გზა, როგორც მარჯვენა დაბკოლებას და ვაგრძელებთ მოძრაობას. აქაც 40-ია დასაშვების სიჩქარე, მაგრამ 30-ს ნუ გადააჭარბებთ. შეზღუდული ხილვადობა, აქ მიმთითებელ ნიშანთან მოხუცე გადაიტანეთ ფეხი. მალე მოუხვიე მარჯვნივ, გაიხედავთ მხარზე მარჯვნივ წიწაწევით აქ, გაიხედავთ სარკეში. მოხუცე გადაიტანთ ფეხს. აქ მონიშნის ხაზს არ გავაცილოთ ავტომობილი, ვჩერდებით, მარჯვენა ზოლს იკავებთ, იხედებით მხარზე მოდის ავტომობილი. ეს არის სწრაფმოალი გზა და ვალდებული ხართ ყველას დაუთმოთ გზა. გამცდა ავტომობილი და გავაგრძელებთ მოძრაობა სააგენტოსკენ. აუშვებ გაზ ფეხს. არის აჩქარების ზონა 70-ის. უეცრად ვკრებთ სიჩქარეს, ვიხედებით სარკეში, გზების შერწყმა, აუშვებ გაზ ფეხს, ვიხედები სარკეში და თვითონ დავარდა სიჩქარე 45-48 ვაგრძელებთ მოძრაობას 50-ის ზონაში. ჯერ არის 50-ის ზონა, შემდეგ იწყება 60-ის ზონა. ასე ვაგრძელებთ სააგენტოსკენ მოძრაობას. გას მართლმხილებელ ნიშანთან აუშვებთ გაზ ფეხს, გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ და შევინარჩუნებთ 50-მდე სიჩქარეს. 50-ს არ გადააჭარბოთ. სასურველი ამ ტერიტორიაზე იმოძრავოთ 45-48 კმ/სთ. ეტაპობრივად უკუხედის სარკეში გაიხედეთ და აფიქსირეთ, ხომ არავინ მოგდეთ და ხომ არავინ გისრებთ. თუ ვინმე გისრებდეთ, გასაუშვეთ ფეხი. შევდივართ 60-ის ზონაში. ვიხედები სარკეში, არავინ მისრებს და ვუმატებ სიჩქარეს აწევ 55-57-მდე. ჩვენ წინ მივიდეს ავტომობილი, გვაფერხებს, ამიტომ სამი ავტომობილი დისტანცია შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მოძრაობა. გაიხედავთ მარცხნივ, გაიხედავთ მარჯვნივ. გაიხედავთ მარჯვნივ.
შევდივართ 70 ზონა დაიწყო და 55-ს ქვემოთ არის, რომ თუ ვინმე არ მიდის თქვენსი და არ გაფერხებთ. აქ არც ეცადოთ გასწრებას, მკვეთრი მოსახლეობია, შეზღუდული ხილვადობაა. როგორც მიდის იარეთ მის უკან. დაღმართს გადმოუდებით 60 დააწერა, აუშვებთ გაზ ფეხს, ინერციით მოდიხართ. ოდნავ მუხრჯს დავადგავთ ფეხს, იცულებული ვართ ისედაც, იმიტომ რომ ჩვენს წინ მიმავალი მუხრჯით დადის და გაზის და მუხრჯის გარეშე შედიხართ. 65-67-მდე აკრებთ სიჩქარეს, აქ თუ თქვენს წინ მიმავალი არავინ არ იქნება, დაღმართს გადაადგებით და ინერციით წახვალთ. ამ მოსახვას და მეორე მოსახვას გაივლით ინერციით. თავისი წავა ვარდაში სიჩქარე. გაზის მუხრჯის გარეშე შედიხართ, ბოლოდან მეორე ნიშანთან მიხვალთ თუ არა მოუმატებთ გაზს. სამოცდახუთი-67-ით მივდივართ. 300 მეტრში მოვუხვიეთ მარცხნივ, ვიხედებით სარკეში, აუშვებთ გაზ ფეხს. ინერციით მიდიხართ. მალე მოვუხვიეთ მარცხნივ, ჩართავ მარცხნივ მოხალას, იხედები სარკეში. მოხრუჩზე გადაიტანთ ფეხს, შემხვედრი არ არის, ჭიშკრის პირველ წელს გაუსწორეთ სარკე. დამალე ვიდეო. კიბესთან 1 მეტრის სიკვდილით ინტერვალით გააჩერებთ.